სურპრიზი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებით დაკომპლექტებული საფეხბურთო გუნდის წევრებისთვის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბავშვებს საშუალება ჰქონდათ თბილისი ევენთ ჰოლში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტვის თვალი ედევნებინათ. თამაშის ბოლოს ბავშვებს პრიზები გადაეცათ. დევნილი ბავშვების საფეხბურთო გუნდი აფხაზეთი, რომელმაც მოიგო ნიაზ ზიაფშფას სახელობის ტურნირი, დაეუფლა ამ ხაზს და არიან ძალიან კარგი ბავშვები, დიდი პერსპექტივის მქონე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წაგვეხალისებინა ისინი და მოვიწვიეთ აქ ერთად ფეხბურთის საყურებლად. ვფიქრობ, მათთვის კიდევ დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ ზოგადად ძალიან ხელისუფლება ძალიან მაქსიმალურად უწყობთ ხელს სპორტის განვითარებას, მოგესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელიც კონკრეტულად ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს და დამატებით სახსრები იქნება გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან. დევნილთა სამინისტრომ გავკეთა ასეთი სურპრიზი. ძალიან მიხარია, რადგან კახაკალაძესთან ერთად უყურებ დიდ ეკრანზე ფეხბურთს.